Aki სტუდიაში სტუმარი იმყოფება ჩვენთან ფსიქოლოგიის დოქტორი პროფესორი თია გოგოტიშვილი გვეწვია სტუდიაში. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მომზადებისთვის. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა. ჩვენ გადაცემის დასაწყისშიც გავაცანით ჩვენს ტელემოყურებელს, რომ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის ტრენინგ კურსი არის დაგეგმილი, ხო? როდის არის ეს ტრენინგ კურსი დაგეგმილი და რას გულისხმობს, რას მოიცავს? დიდი მადლობა. უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრში ჩვენ ვატარებთ, დავიწყეთ ჩატარება მთელი რიგი ტრენინგ კურსების მოკლევადიანი ტრენინგები იგულისხმება, იმიტომ რომ ამავე ცენტრში ჩვენ გვაქვს მთელი წლის განმავლობაში ხო გათვლილი ესეთი გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსი უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის და ძალიან საინტერესო 14 მოდული არის აქ, რომელიც მართლაც გამოყენებითი ფსიქოლოგიის თეორიასა და პრაქტიკას აი ამ უნარების ათვისებას და ამ სფეროში ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს, მაგრამ ვინაიდან სულ არის ჩვენ მოსახლეობაში მოთხოვნა, რომ რაღაც ხანმოკლე მართლაც პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგები იყოს და დაესწრონ და ისწავლონ ადამიანებმა, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა არის ის ფსიქოლოგი განათლებით თუ სულ სხვა პროფესიის მქონე, ეს არის ის საკითხები, რაც მოსახლეობას ჭირდება თავის ცხოვრებაში გამოსაყენებლად, ვინაიდან ვიცით, რომ სადაც ადამიანია, იქ ყველგან ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას აქვს თავის სიტყვა ნათქვამი და გვაქვს გამოყენებითი მთელი რიგი ისეთი, ასე ვთქვათ, კანონზომიერებებისა, ანუ რესურსები გამოყენებითი ამ მეცნიერებაში, რომელიც ადამიანებს გამოადგება, როცა მათ იციან და ათვისებული აქვთ ეს პრაქტიკულად. აი ამიტომ ამჯერად ჩვენ გვაქვს გამოცხადებული პროფესიული ორიენტაციის ხელშემწყობი ასეთი ტრენინგი, რომელიც გულისხმობს ადამიანის პროფესიულ თვითგამორკვევას. რა პროფესიის მიმართ აქვს მას მიდრეკილება, რა ნიჭი და უნარები აქვს მას მეტად უფრო მოცემული ბუნებითად, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური და უნიკალური ნიჭი, უნარი და შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება გამოვლენილი იქნას და შეიძლება ლატენტურად, ანუ ასე ვთქვათ, გამოვლენის გარეშეც კი დარჩეს, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. და ეს ტრენინგი განკუთვნილია როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, რაც მთავარია მშობლებისათვის, რომ აღარა ვთქვათ იმ უფროს კლასელებზე, რომლებიც ნამდვილად აი ამ ამოცანის წინაშე დგანან, რომ მათ უნდა აირჩიონ პროფესია და პირდაპირ გეტყვით ჩემი პრაქტიკიდან, რომ მოახლოვდება ხოლმე გამოცდების პერიოდი, ეროვნულ გამოცდებს გულისხმობ, ძალიან გააქტიურდება ხოლმე ესე ვთქვათ მომართვიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ არიციან რა პროფესიას უნდა ძალიან ხშირია. მშობლების როლი რამდენად დიდია? თქვენ მშობლები ახსენეთ და თვითონ რომ აუცილებლად და ხშირად გამიგია და მეც ვიცი ახლა ჩემს პრაქტიკაშიც, რომ მშობლები ხშირად ასრულებენ ამ კუთხით ძალიან სუდ როლს. ასე ვთქვათ, ჩემი შვილი იურისტი უნდა იყოს, ეს ჩვენ ოჯახებში ხშირად ვთქვათ, რა თქმა უნდა, თითოეულ მშობელს აქვს მხოლოდ დადებითი ზრახვა, რომ დაეხმაროს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ გამოგვდის იმ შედეგს ვერ ვახცევთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს და ნუ ასე რომ ვთქვათ, არის ხოლმე უკვე შედეგები, ხშირია, კვლევით დადასტურებულია, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის ჩატარებული ჩვენს მიერ, რომ პრინციპში ჩვენთან მოზარდებში პროფესიული არჩევანის უდიდესი წილი მოდის სწორედ მშობლის რეკომენდაციაზე, უფროსი ადამიანების ოჯახის წევრების რეკომენდაციაზე. ეს ყოველთვის თანხმედრაში მართლა არ არის იმ პიროვნულ უნარებთან, რომელზედაც ჩვენ გვაქვს საუბარი და აი ამიტომ მშობელს ჭირდება სწორი დაკვალიანება, როგორ დაეხმაროს თავის შვილს, რომ აირჩიოს პროფესია ის, რომელიც მართლაც მისი ინდივიდუალობისთვის არის უფრო ახლოს და აი ამას ემსახურება ასევე ეს ტრენინგი, იმიტომ რომ ჩვენ აქ გვაქვს მთელი რიგი მეთოდები, მაგალითად ჰოლანდის ტესტი, ვანდერლიკის ტესტი, ცუკერმანის ტესტები, რომელიც ადვილად შეიძლება ავათვისებინოთ, თქვათ, იქნება ეს მშობელი, იმიტომ რომ აქედან ერთ-ერთი არის თვითსაკვლევი ტესტი და მნიშვნელოვანია ამის ათვისება და ამის ათვისებისთვის საჭიროა გარკვეული ტრენინგის გავლა. ასევე იქნება მთელი რიგი, ასე ვთქვათ, მეთოდებისა გამოყენებული, როგორც არის როლური აქტივობა, ინტერვიუ, მათ შორის ჩაღრმავებული ინტერვიუ, ესეთი მეთოდები არის, რომელიც პრაქტიკულად
პრაქტიკულად შეიძლება გამოიყენოს ოჯახის წევრმა თავისი შვილის აი ამ მიმართულებით ხელშეწყობისათვის და ეს ტრენინგი სწორედ ამას ემსახურება, რომ ერთის მხრივ თვითონ მოზარდებს დავეხმაროთ მართლაც პროფესიულად გამორკვევაში და მეორეს მხრივ კი იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს საკითხები თავისი პირადი აქტუალობიდან გამომდინარე აინტერესებთ. მათ შორის პედაგოგები არიან სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და განათლების სამინისტროს ძალიან სერიოზულად აქვს ამაზე ასე ვთქვათ ყურადღება გამახვილებული, რომ აი პროფესიული ორიენტაცია სკოლების უფროს კლასელებთან ეს დაბალ კლასებში არ ხდება, არ არის უბრალოდ ამისი ასე ვთქვათ რესურსები თვითონ განვითარების თვალსაზრისით უმცროს კლასელებთან. ამიტომ სადღაც ეს დაახლოებით ალბათ მე-7 მე-8 კლასიდან უკვე თანდათან რომ არა ვთქვათ დამამთავრებელ კლასებზე შესაძლებელია ამ მხრივ ხელის შეწყობა, რომ არ იყოს და დაბნეული მოზარდი, იმიტომ რომ შეიძლება რომ ეროვნული გამოცდები ორ კვირაში იწყებოდეს, ჩვენ ვიცით რომ აი შევსება თვითონ ამ განაცხადების ხო ეროვნულ გამოცდებზე ბევრად ადრეა მარტის თვეში, გაზაფხულის დასაწყისშია და კარგია რომ ბევრი ალტერნატივის შერჩევა შეუძლია, მხოლოდ ერთზე არ არის ამ მხრივ შეზღუდული, ერთით არ არის შეზღუდული ამ მხრივ მოზარდი, მაგრამ მართლაც მოდის ხოლმე ეს გამოცდები და ორი კვირით ადრე ეს იწვევს შფოთვას, სერიოზულ შფოთვას, რომ ადამიანმა არ იცის, რომ რისთვის მიდის, სადა, რისთვის აბარებს. მე მთელი ცხოვრება რა უნდა აკეთოს, ანუ ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც გადაწყვეტს, მე მოუწევს მთელი ცხოვრება იმ გეზით იაროს. მოდი თქვათ, რომ მთელი ცხოვრება მადლობა ღმერთს, რომ დღეს უკვე ასე აღარ არის განათლების სისტემა საქართველოში მოწყობილი და მობილობის პრაქტიკა არსებობს, ანუ რა თქმა უნდა შეუძლია რომ შეცვალოს ფაკულტეტი. მაგრამ მოდი თქვათ, რომ მე გარკვეულად დროის დაკარგვასთან არის დაკავშირებული, რომ რაც უფრო განსხვავებია პროფესიები ერთმანეთთან როდესაც გადადიხარ და იცვლი ამა თუ იმ ფაკულტეტს, მით უფრო უკან იხებ, რომ უნდა. ამიტომ არ არის რეკომენდებული და უკეთესია რომ თავიდანვე ახლოს იყოს არჩევანი თავისთავად. ასევე ძალიან ხშირია, როცა იგივე მომენტს დავუბრუნდებით, რომ აბარებს მოზარდი, არ არის ჩამოყალიბებული GSS, მოხდა იქ და პირველ მეორე კურსზე ხდება, რომ ეს არ არის მის ინტერესის სფერო, არ აინტერესებს, მე სწავლობს იმიტომ, რომ დიპლომი კონდეს და კარგავს ყოველდღიურ ინტერესს და კარგავს აქაც დროს, მარტივად. აბსოლუტურად და ესეთ ნიჰილისტურ განწყობას იწვევს საერთოდ განათლების აზროვნების, იმიტომ რომ აზროვნება ერთ მნიშვნელოვანი პროცესია, რაც განათლების ვთქვათ მიღებასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად გაუცხოება ხდება ამ პროცესთან, როდესაც ფრუსტრაცია, ანუ იმედგაცრუება მოაქვს ამა თუ იმ სიტუაციას და მეტიც იცით, რამდენი მოზარდია დეპრესიულ მდგომარეობებში, ამის პერიოდი და თავისთავად ახალ ეტაპთან შეგუებაა და ეს ადაპტაცია მოითხოვს დამატებით კიდევ მხარდაჭერას და ხელშეწყობას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გულისხმობ და კიდევ როცა ამას ემატება სრული უინტერესობა და ჩემდა სამწუხაროდ ჩემი დაკვირვებით ძალიან ხშირია ეს. ნაკლებია შემთხვევები, როდესაც აი სწორად არის ეს განსაზღვრული და უფრო მეტად კი ნამდვილად ეს ემატება კიდე დიდი ხარჯი, იმიტომ რომ სწავლა არ არის იაფი და დიდი ფუფუნება. და იცით, აი როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე დგება სტუდენტი. იცით რა ხდება ერთის მხრივ, აი მე მქონია პრაქტიკაში ესეთი შემთხვევები, როდესაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვს თვითონ სტუდენტს, უკვე სტუდენტს, ხო? ერთის მხრივ მას აწვება წნეხი, რომელზედაც თქვენ ბრძანებთ, რომ ოჯახის წევრები გაიღებენ ხარჯს, სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ასე ადვილად ვერ ხდება, რომ თანამონაწილეობა მიიღო ამ დაფინანსებაში, რომ არ არის სამუშაო ადგილები პროფესიონალებისთვისაც, არათუ სტუდენტებისთვის ასე ადვილად ხელმისაწვდომი. ერთის მხრივ აი ეს ზეწოლა არის სინდისის თვალსაზრისით, ხო, რომ მშობელი იხდის თანხას და მეორეს მხრივ კი აი ეს უინტერესობა, რომელიც აშკარად უბიძგებს მას, რომ რაღაც შეცვალოს და უარი თქვას იმაზე, იმიტომ რომ გაუსაძლისია დამერწმუნეთ, ამდგომ ერთის მხრივ გაუსაძლისია იქ იყო და იმას შეიმეცნებდე, რაც არ გაინტერესებს და ტრაგედიაა მუშაობდე იქ, რაც არ გაინტერესებს. ამიტომ უამრავი ადამიანი არის სრულიად აი ტრაგიკულ მდგომარეობაში და აი ნევროტიზაციას იწვევს ეს და ნევროზების დიდი წილი მოდის აი ამ ეგზისტენციალურ საკითხებზე, პროფესიული. უბრუნდებით საწყის თავიდანვე არის და არასწორი შემთხვევა. აი რა რჩევა შეიძლება მისცეთ თქვენ როგორც ფსიქოლოგმა და თქვენი დაკვირვებით, როგორ უნდა მოახდინოს მოზარდ აბიტურიენტმა, ალბათ უკვე სკოლის პერიოდიდან ხდებოდეს ეს ჩამოყალიბება,
სწორედ შეარჩიოს ფაკულტეტი, რომ აი ეს ფატალური შედეგი არ მივიღოთ, რაც ახლა ჩვენ საუბრობთ და რაც ხშირია სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში. ჩვენს რეალობაში ხაზგას. ალბათ ეს ტრენინგ კურსი სწორედ ეს ტრენინგ კურსი მართლაც ამისთვის არის და დაეხმარება, მაგრამ მოდით თვით დახმარებისთვისაც რა გააკეთოს. პირველ რიგში ალბათ უნდა გამოვყოთ ის, რომ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი დაიციკლოს აუცილებლად უმაღლეს განათლებაზე. თუ ბავშვი ვერ ახერხებს სკოლის განმავლობაში ინტერესის გამოვლენას, თუნდაც რაიმე სახის საგნების მიმართ. რო არის ესეთი შემთხვევები, რომ არც ჰუმანიტარული საგნები არ აინტერესებს, არც ტექნიკური, საერთოდ სწავლის მიმართ არის ძალიან ინდიფერენტული, ანუ გულგრილი, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ნიჭის გამოვლენაში დაეხმაროს მშობლი. აი, რა არის, რა ხელობის მიმართ, ზოგჯერ ხელოვნების ნიჭია, ზოგჯერ შეიძლება კომპიუტერები. არ არის აუცილებელი ყველა პროფესორი იყოს, ხო? არ არის აუცილებელი. ხო, არა, ნამდვილად არ არის და მშობლს რომ ეშინია, რომ ის შეიძლება დარჩეს უსახსრო და დაუსაქმებელი, აი ეს პროფესიული სასწავლებლები ნამდვილად აძლევს საშუალებას, რომ კარგი პროფესიული дахელოვნება მოახდინოს მოზარდმა და აი ეს შიში მე რომ მკითხოთ, ნაკლებად საფუძვლიანია, იმიტომ რომ კარგი სპეციალისტი, რაიმე საქმის მცოდნე, თუნდაც ხელობის მცოდნე, იმდენად დიდი მოთხოვნის არის დღეს, რომ ნამდვილად უმაღლეს განათლების მიმართულების ადამიანი გვჭირდება ქვეყანაში. ეს ერთის მხრივ და თუ კი ავლენს ნამდვილად გარკვეულ ინტერესებს რაიმე სახის ვთქვათ მიმართულების, ჰუმანიტარული ან ტექნიკური მიმართულების მიმართ, ხო? აი აქ უნდა კარგად ვნახოთ, ვთქვათ, რა სახის საგნები აინტერესებს. სად უფრო ენთუზიაზმით და სიამოვნებით რა სწავლობს ბავშვი და აი იმაზე უნდა მერე ავაწყოთ ეს ყველაფერი დახმარების თვალსაზრისით, რასაც ჩვენი ტრენინგი იმედია გარკვეულ სამსახურს გავუწევს. დიდი მადლობა ქალბატონოთია, მე გისურვებთ წარმატებებს თქვენ. გაითვალისწინოთ მშობლებო და აბიტურიენტებო, მომავალ აბიტურიენტებო. და იმედს გამოვთქვამ, რომ შედეგიანი იქნება ეს ტრენინგ კურსი. მადლობას მოგახსენებთ და ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებთ ფსიქოლოგიის დოქტორი პროფესორი ქალბატონოთია. მოდით გამოვაცხადებთ ტელეფონი 214-06-60 არის ტელეფონი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და თუ ეს ტრენინგთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაქვთ ან რაღაც დაგიკავშირეთ და რეგისტრაციასთან დაკავშირებით და 214-06-60. დიახ. ეს არის ტელეფონის ნომერი. შეგახსენებთ ფსიქოლოგიის დოქტორი პროფესორი ქალბატონოთია გოგოტიშვილი გვესაუბრებოდა და